გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაცია გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს ეწვია. გერმანულმა მხარემ ხათუნა გოგალაძეს სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ქართულმა მხარემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მოინახულა. Ხონდრიან კონკრეტული შეკითხვები სფეროსთან დაკავშირებით, მაგალითად როგორიც არის ნადირობის დაშვება წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე, ასევე შეთანხმებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ძალიან ესეთი მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ხდება ამ კანონებში ცვლილებების შეტანა, ვისაუბრეთ დაგეგმილ რეფორმებზეც და დავგეგმეთ თანამშრომლობის კონკრეტული ქსები. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ დღეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროში უმასპინძლობთ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს. გალბატონმა ხათუნა გოგალაძემ გაგვიზიარა სამინისტროს გრძელვადიანი გეგმები და ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ახლო მომავალში სატყეო დეპარტამენტი ისევ დაბრუნდება გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრთან, ვისაუბრეთ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გარემოს დაცვის სფეროში. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ტყეები და მეტყევეობა. ეს ის ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.